მოკლედ, მეგობრებო, დღეს ჩვენ ასე თუ იცი, დიდხნიანი მთლად ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ ვიდეოების გადაღებას. ამჯერად FC მობაილით. აქ ახალი კლუბი გაირა. ახალი კლუბი, რა თქმა უნდა, ესე. რონალდინო შეყენო შემილია? ესენი. ამაზე ნაკლებს. რაში მინდა მაინც ესენი? კარგით. ციბაზირა. ეხლა ჩვენ ვითამაშეთ მატჩებს. ეს ავიღოთ. შესრულებული მქონდა. იმედი მაქვს. სული მეტოქე მოგვივა. და დავიწყოთ მატჩი. და ვინ ამოგვივა და საინტერესოა. რეალ მადრიდი. ასე თუ ისე ნორმალური სტატები აქვს. დაცვა მაქვს ყველაზე მაგარი. ოკეი. ეს რატომ იყე? ხო. უში ზუღურეთ. რეალი და პეიში საპირისპირება. ხოდა. რეალმა. ისე თამაშა. იგი გაგედით ოღონდ. ავიცი. ლოს-ანჯელესიც რო არის თამაში დაიგე. ეგრე ითამაშა რეალმა. რა საერთოდ რანაირად ითამაშა ან რუდიგერმა ან შემტევებმა რანაირად ითამაშეს. ვინისიუს 29 საათის განმავლობაში მარტო თუ 30 წუთის განმავლობაში 15 წუთის განმავლობაში 6 შეხება ქონდა მარტო ბურთთან ვინის. და რა ვიცი, შემტევი საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. რა ვიცი მართლა ხა. მაგდონის კლუბია და რა ვიცი. რა ძალიან საუბარ რა ვიცი, დორტმუნდთან უფრო ისე და ჭიდროდი თამაშეს რა ვიცი. კარგად იქ უფრო კარგად ითამაშეს და იქ უფრო დიდი მონდომება ქონდათ მეუბრძელებდა. აქ საერთოდ გიულერმა როგორ ითამაშა. შუამენმა რა ვიცი, ასე თუ ისე. რამ ბევრი ქონდა. და ნახევარ ხელებს ქონდა ბევრი მას. შუამენს აქონია. ხოდა. რა ვიცი. პირველი საწყისი 2 გოლი რო გავიდა, საწყისი. ანუ მე-6 წუთიდან მე-9 წუთი იყო მგონი. ხო. რა ვიცი. საერთოდ არაფერია, ანუ ვერაფერი ვერ გააკეთეს უბრძელებს. ამი გააკეთეს და ვერ ვიტყოდი. ბელინგემი ცდილობდა ერთი გაკეთებას, რა ვიცი, ყველაფერს აკეთებდა, დაცვაშიც შემოდიოდა, ნახევარ დაცვაშიც თამაშობდა, შეტევაშიც ცდილობდა და ეს ცენტრფორვარდები და დანარჩენი ნახევარმცველები არდა გიულერი მაგალითად
ბაპე, ვინისიუსი, გონსალო გარსია ვერ ამწოვებდა იმდენად რა, როგორც ახლა მბაპეს და ვინის შეუძლიათ ეს ყველაფერი ფლანგებიდან ყველამ კარგად იცის თუ როგორ შეუძლიათ მათ, ანუ ეგრეთ თამაში. ხო და რა ვიცი, გონსალო გარსია უფრო პროდუქტიული მატჩებში ცენტრალურზე იყო. რა ვიცი, მბაპე დორტმუნდთან შემოვიდა და გაიტანა. კი, მაგრამ მბაპემ საერთოდ იმდენი მომენტი ვერ გამოიყენა, რომ რა ვიცი. თან არავინ შეგონა, რომ მბაპე ძირითადად იქნებოდა, იმიტომ რომ სასამართლოდ დავა აქვს მას PSG-სთან. აქ ბურკარდმა საუბრის დროს იდეალურად გავისროლეთ ბურკარდით. ხო და არავინ ელოდა, ჩვენ მე მარტო მეორე ტაიმში მოველოდი და ანალიზი ხა მე რაც გავაანალიზე და ნახე მე მაქედა რომ საერთოდ დაკარგული იყო მადრიდის რეალი. ლუკა მოდრიჩი საერთოდ ეხა ბევრს შეიძლება გაიგვირდეს რა დავსვი მე ეს შეკითხვა ლუკა და ეს სახელი რატო? იმიტომ რომ ლუკა მოდრიჩი არის ძალიან კარგ ფორმაში და რატო არ დააყენა ალონსომ, ეს ყველას ძალიან გამიგვირდა მე და ბელინგემი რატო გაიყვანა. გიულერი საერთოდ თითქოს ისვენებდა ისე იყო რა. ხო და მოდრიჩი რა კარგ ფორმაში იყო, ყველამ კარგად იცის. და ყველამ კარგად იცის რა კარგ ფორმაშია. და რა ვიცი, ვეტერანი ფეხბურთელი, როგორც დორტმუნდთან გამოვიდა და საერთოდ რო იგებდნენ 2 გოლით, 1 გოლით, უჭირდა სულ უპირატესობის შენარჩუნება უჭირდათ. საერთოდ ვერ ინარჩუნებდნენ და ალონსო შემოყავდა მოდრიჩი. და მოდრიჩი მერე რა ვიცი, ანაწილებდა ბურთებს, რა ვიცი. ისე ვთქვათ, ბიტინია როგორც თამაშობს, ეხა რა როლსაც ირგებს PSG-ს მაგროს ირგებდა მოდრიჩი და ისე რომ ვთქვათ, დირიჟორობდა მოდრიჩი, იმიტომ რომ პასებს მოდრიჩი ანაწილებდა. ნახევარდაცვას ეგ აკონტროლებდა. და რა ვიცი, მეტი ნახევარმცველის შეტევაში გადადიოდა და ყველაფერს ცდილობდა და მეტი რა გააკეთოს ამხელა ვეტერანმა ფეხბურთელმა ბოლო. აქ მანამდე ოტამენდიმ გაიტანა. ხო და რა გააკეთოს მაგხელა ვეტერანმა ფეხბურთელმა ამისა. რაც ეხა ბელინგემს და ბაპეს და ვინის შეუძლიათ, მაგას ეხა უკვე მოდრიჩი ვეღარ გააკეთებს, იმიტომ რომ ასაკი წაკში არის შესული. ეხა 39-40 წლის არის ლუკა და ისე კარგად თამაშობს და მე მეგონა 25 წლის მოდრიჩი იყო და ბაპე და ვინისიუსი და ეგენი იყვნენ 40 წლის. ხო, იმიტომ რომ მოდრიჩი როგორც შემოვიდა, მე ცოტა კონტროლი დაიწყო, და უფრო კარგად აკონტროლებდა ბურთს, ყველაფერს და იმდენად შეცდომები მეორე ტაიმში არ ქონია რეალის და რაც მოდრიჩი შემოვიდა, თორე შეცდომები კისრამდე ქონდა რეალს. ელამდე უფრო სწორედ რო ვთქვათ რა, მარტო ბელინგემი მიდიოდა წინ და ეგ ცდილობდა და საერთოდ ვალვერდე არ ჩანდა, მაგრამ ყველაფერს ცდილობდა და ყველაფერს ცდილობდა, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ ალონსომ ათამაშა ან საერთოდ რატო დაუბრუნდა ანჩელოტის სქემას. ჩაბი რატო დაუბრუნდა? სულ ექსპერიმენტებს ატარებდა და რა ვიცი,
იდეალურად იგებდნენ მატჩებს და რატო არ ვიცი კარლოს ანჩელოტის იმას რატო დაუბრუნდა ეს ტაქტიკას არ ვიცი ანუ საერთოდ ანუ კითხვის ნიშნა ანუ არ მეგონა რომ თავიდან ეგრე ითამაშებდნენ ხო ისინი რო არ ყავდათ და ტრენტი ეგ ვიცოდი მაგრამ მე მეგონა 3-4-2-ით ითამაშებდნენ როგორც წინა მატჩები ითამაშეს რა 3-4-2-ით ხო და ეგ უფრო პროდუქტიული იყო რეალისტვისაც და მან საერთოდ ტრენტიც მაგრამ ტრენტი აკლდათ კიდევ კუნთის პრობლემები ჰქონდა What? ილდიზი სადუყენია პაჩო არ ვიცი ამას მაგრამ როგორც იცით პაჩო და ლუკას ჰერნანდესი არ იყვნენ ზამენაზე არ იყო ლუკას ჰერნანდესი ძირითადად იყო პაჩო იმიტომ რომ მან ბაინენთან მიიღო წითელი ბარათი ვინც არის იცით და ჯამალ მუსიალამ მიიღო ტრავმა და ლუკას ჰერნანდესმა წითელი და კიდევ რომელიღაცა ბევრსა ბაიერნისთან მიიღო ტრავმა ეგ არ ვიცი არ მახსოვს დაუბრუნდეთ ახლა რეალს ისევ და აქაც ისევ რეალია რანაირად მართლა არ ივარ ახლა ბარსას ფანი მაგრამ ჩვეულებრივი გუნდი არის რა სამეფო კლუბი ანუ ეს სამეფო კლუბს ესე ჩავარდნები არ უნდა გქონდეს საერთოდ ანუ რატო გაიყვანა ბელინგემი ჩავი ანუ ყველანაირ ლოგიკას ანუ ლოგიკას აცდენილი იყო ყველაფერი იმიტომ რომ ჯერ ერთიც რომ ბელინგემი აკეთებდა რასაც აკეთებდა მერეც მეორე რომ რა ვიცი შეტევაში ეგ მიდიოდა დაცვაში ეგ შემოდიოდა აი კვარაცხელი რომ ეწევდნენ წველები და ბელინგემი რო ჩამოყვა აი მაგდრო აი მან ბელინგემი ჩამოყვა და მან დაართვა ხვიჩას და ვარდნა გაუკეთა ან ბელინგემმა თორე აი ერთი ბელინგემი ვარეთი და კურტუა რა თქმა უნდა ისეთი ბურთები აიღო აი რო იწყიან ქართველები მკვდარი ბურთიო აი ეგეთი ბურთი აიღო იმიტომ რომ არ ვიცი ერთი რამდენი აიღო რა ვიცი აი საერთოდ რო არ ჩანდნენ ფორვარდები და აი რო გაათამაშა ერთხელ რო გაათამაშა მარტო რეალმა და მბაპემ დაარტყა იქ სადაც ჩtildeოეთ პოლუსზე ანუ ეგ უნდა გამოეყენებინა მბაპეს იმიტომ რომ მაგათ ანუ თითქმის ერთი რძე დარჩენის მსგავსი იყო ეგ დონარმასთან იმიტომ რომ ანუ პირდაპირ უნდა გაეშვა კარში და პირდაპირ კარის წინ იდგა ხო და ტიმა გაუშვა სამხრეთ პოლუსზე და იმაზე პინგვინებთან სადაც ჩtildeოეთ პოლუსზე რა ქვია ხო და ანუ არ ეკადრება ახლა მბაპეს საერთოდ მე ანუ ყველა ფეხბურთელი იძახის რომ ანუ მე არც ერთი ფეხბურთელი არ არის თავის სათამაშო დროით მაყოფილი და ანუ არ იყენებენ ამ მომენტებს და მე კიდე კითხვებს ვსვავი და რატო არ მათამაშებო მეო და ძალიან ის იყო რა ლოგიკური რომ ძალიან ლოგიკურია ის რომ არ ათამაშებდა და იყო კიდევ რომ ბაპესო ძირითადში არ აყენებდა და სულებებზე შემოყავდა მარტო კონსოლიდაცია მაინც იტანდა ბაპეს ანუ სანამ
ბაპე გახურებას დაიწყებდა, ან გახურებას რო იწყებდა მაშინ იტანდა, ან გახურებას რო დაიწყებდა, ან საერთოდ ცვლილება რო ბაპე რო შემოდიოდა, მაგ დროს იტანდა. და რატო და საერთოდ ბაპე მაშინ ცენტრალურზე რო დააყენეს, გადმოემწესებინათ ვინი მარჯვნივ, ბაპე გაეშვათ მარცხნივ და უფრო და რა ვიცი, ბაპე მარჯვნიდან როგორც თამაშობს, ველმა იცის და საფრანგეთის ნაკრებშიც კარგად თამაშობს და რა ვიცი, საერთოდ ვიძახი და ისე ვამბობ, რეალი ფანებს გული არ დაგწევთ, მაგრამ საერთოდ რეალი ჩანდაო და მაგას ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ პირველ რიგში საერთოდ მომენტი არ ქონდა და ბაპემ საერთოდ ტიროდა, ეხა ისე რომ ვთქვათ რა, ტიროდა. იმიტომ რომ კონჩეტევაზე მიდიოდა და კვარაცხელია თითქმის სულ ერთ-ერთზე რჩებოდა მცველთან. მგონი ტონი რუდიგერი თუ ასენსიო იყო თუ არ ვცდები. ასენსიოსთან რჩებოდა ერთ-ერთზე და რუდიგერი და ბელინგემი თუ ვიღაცა იყო, კიდევ ბელინგემი არ იყო. ვიღაცა იყო მაგის გვერდზე, აი ეს 10 მეტრი წირა გვერდზე. ბაპემ დაიწყო ტირილი საჯარიმოში და პენალტს ითხოვდა რა, მაგრამ გამეორებაზეც რომ გამოჩნდა. რომ ნევეშმა კი ფეხშიც მოარტყა, კაი აღიარებ მაგას და PSG ხარესაც კი ვიყავი, მაგრამ ფეხში მოარტყა ნევეშმა, მაგრამ იმ ფეხს არ იწყიდა, რომელშიც ნევეშმა მოარტყა. ეს იყო ჩულური სიმულიანტობა და ყვითელბარათაც იმსახურებდა მბაპე, ჩემი აზრით. და მე შემგონია. ეხლა ჩვენ ცოტა ხანი აქეთაც გადმოვერთოთ, რამოდენიმე მატჩი აქაც ვითამაშოთ. საერთოდ აშო როგორც კარგად თამაშობს დაცვაში, ყველამ კარგად იცის. კარგად ასხობს მარკინიოს და ყველას. და იდეალურად აკეთებს ყველაფერს. თავითაც კარგად გამოდის თამაში. აქ ისევ რეალი შექმნა. ხო და პაჩოუს არ ყოფნა საერთოდ არ დაეწყო PSG. და არც იმასთან დაეწყო, რა ქვია, ბაიერნთან დაეწყო. პაჩოს და ჰერნანდეზის არ ყოფნა, იმიტომ რომ განუწითელი რომ მიიღო პაჩომზე. ხო, მერე მიიღო კიდე დამატებით დროს ჰერნანდეზი, ლუკას ჰერნანდეზი. და აქ რა ხდება ეხა? ჰერნანდეზმა მიიღო ტრავმა და ეხა ტრავმა კი არა, წითელი ბარათი ლუკა ჰერნანდეზმა რა. და ესენი არის ბაიერნი არის შეტევაში. ამ დროს ვიტინია არის მგონი, იღებს ბურთს და ჰაკიმი გარბის და ჰაკიმის აძლევს ბურთს. მერე ჰაკიმი ლამძს 3-4 ფეხბურთელში დაძლევს ასე ჰაკიმი და იგრე მეორე გოლი გაიტანეს. საერთოდ როგიცრათ რომ ეს კაციც რო იყოს მოუგებელნეთი ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ საერთოდ უპირატესობა ჰქონდათ და მაგაზე ორი კაცით მეტი იყვნენ. სულ არაფერი დაცვაში მაინც. ცენტრალური მცველები აუძევენ. მარკინიოსი არ გაუძევდიათ. მაგრამ მაინც გააძევდა. რა ის იყო ხა?
უპირატესობა ჰქონდათ მაგათ, იმიტომ რომ ორმა მცველმა მიიღო და სულ 3 მცველიც უწევდა თამაში. ჰაკიმი მაინც იქით შეტევაში მიდიოდა, მაგას რა აზრი ჰქონდა? და 2 მცველიც უწევდათ მარტო თამაში. იმიტომ რომ საერთოდ რა ვიცი, ბერალდომას ისე კარგად ითამაშა რეალთან. რა ვიცი, საქებარი სიტყვებზე მეტი მაგაზე ცუც ვერაფერს ვიტყვით. და პაჩო და ჰერნანდესის არ ყოფნა საერთოდ ძირითადი მარტო პაჩო არის, მაგრამ არ ეტყობოდათ ტიპებს და საერთოდ თითქოს ისე რომ ვთქვა, თითქოს ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. პირდაპირ მნიშვნელობით ვთქვათ რა. პერცის ფეხბურთელები თითქოს ქუჩაში და სეირნობდნენ ესე მიდიოდნენ, მოდიოდნენ, აქეთ რუისი დაარტყავდა, იქ დემბელე დაარტყავდა, მე კიდე რუისი დაარტყავდა, მე რამოში დაარტყავდა, გონსალო რამოში. ხო და ტიპები თითქოს სეირნობდნენ ეგრე იყო რა. იმიტომ რომ საერთოდ რეალი ბურთს არ თმევდა და ყოველ მეორე წუთში რეალს ქონდა ბურთი თქო, მაგაში მოვიტყუები ახლა ეგ რო გითხრათ. მაგრამ იდეალურად ითამაშა საერთოდ PSG-მ, რეალზე რა გითხრათ. ამის თქვა მინდოდა საერთოდ რომ მეთქვა. ეს მინდოდა რომ მეთქვა. და რეალ კურტუა რა ბურთი აიღო 2 წამის. ხო და ეგეთ მკვდარ ბურთებს აძრობდა, რო იტყვია მკვდარი ბურთი, მართლა ხა. ეგეთი ბურთები გამოაძროთ და რამდენი ტიბომ კიდევ რა ბურთებს აძრობს, სიამდვილეში რეები გამოაძრო და აქაც რეებს აძრობს. და კურტუა საერთოდ მარტო თამაშობდაო, მარტო თამაშობდა, ვალვერდი თამაშობდა ერთი, ფრან გარსია ცოტას, ეს კურტუა, ვალვერდი, ფრან გარსია, დავამატოთ. იმიტომ რომ ყველა წესი არ დაცოშა, მაგარი თამაშა. მცველის რანგში საერთოდ და ვიცი. ბელინგემი, კურტუა, რა თქმა უნდა, მოდრიჩი რო შემოვიდა, მაგრამ მაინც კარგად ითამაშა. შემოვიდა და ცოლებაზე და ისე კარგად ითამაშა ლუკა. რა ვიცი. მართლა ხა 40 წლის ხა შემართლეს ვიტყვი და მართლა გეტყვი 40 წლის კაცის 40 წლის რო იყო მოდრიჩი, არ ეტყობოდა საერთოდ. თითქოს ის იყო, რა ქვია, 17 წლის ისე თამაშობდა ლუკა. არ ვიცი რა. ორი ბოდიშით მეგობრებო, დამაცემინა და ბოდიშით. აქ გვაური თოლი. ხო და მე შეგახსენებ თქვენ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. კასილასი ყოლოდა კიდევ ერთი გაში რა. ორიმე კარე ყოლოდათ რეალს რა. ორიმე კარე ყოლოდა მარტო. მან უკვე არაფერი უნდა ერთი კასილასი ყოლოდა. ანკეილურ ნავასი პრაიმ. აკუნთ რო თამაშობდნენ. მან რა ვიცი. ორიმე კარე ხა მართალია. ბევრს აიღებდა, მაგრამ აუღებელი ბურთი წავეულნაირს. ხო და კურტუა, რა ვიცი, ძალიან კარგად თამაშობდა და
მართლა ვიძახი. და რა ვიცი, კურტუამ რო ითამაშა ისე, მაგალითად მელი ვთქვა. კურტუამ ვერ ითამაშა მაგალითად. თუნდაც არა ითამაშა, მაგრამ კურტუამ საერთოდ როგორ შეადარო, მაგრამ საერთოდ კურტუამ იმდენი ბურთები აიღო და თავის შიგნით იმდენჯერ გადაარჩინა, რომ რა ვიცი. ხო, მეგობრებო, მოკლედ აქ დავასრულოთ ეს ვიდეო. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.